თულმა საზოგადოებამ უკვე მეოთხედ ქართულ ოცნებას ანდო საქართველოს მართვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სერიოზული ნდობა. პირადად ჩემი და ჩვენი არხის პოზიტივის დამოკიდებულება ამ არჩევნებთან მიმართებაში საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ამიტომ აქ მეტად აღარ განვავრცობ ჩემს პირად პოლიტიკურ შეხედულებებს და თქვენს ნებართვით გადავალ უშუალოდ კითხვებზე. მადლობა, ლოცვისთვის, ნამდვილად ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი, უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევნები. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არჩევნებამდეც, წინა საარჩევნო პერიოდში. ეს ხო რეალურად რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით რეალურად ამ არჩევნებმა პრინციპულად განსაზღვრა ქვეყნის ბედი და ქვეყნის განვითარების ბედი და ჩვენ რა თქმა უნდა მალობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ქართულ ხალხს იმისათვის რომ გამოგვიცხადა ძალიან მყარი ნდობა და ჩვენ მივიღეთ 1,100,000 ხმა ამ არჩევნებში, ბევრად უფრო მეტი ვიდრე წინა არჩევნებზე და ახლობ 200,000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც არის იმის გამოხატულება, რომ ქართულმა ხალხმა ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რასაც ჩვენ საუბრობდით წინა საარჩევნო პერიოდში, რომ ეს ხო გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ხდებოდა მათ შორის ომისა და მშვიდობის ბედი. რა თქმა უნდა, ყველას მადლობა, ვინც მხარს გვიჭერდა ამ ბრძოლაში, ეს ხო ნამდვილი ბრძოლა, მეტი ვიდრე არჩევნები და თქვენს ტელევიზიას მადლობა მინდა გადავუხადო ასე ვთქვათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო და სამოქალაქო პოზიციის გამო, რომელიც იგრძნობოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მადლობა. რაც შეეხება შემდეგ კითხვებს, რადიკალური ოპოზიცია მიუხედავად არჩევნების შედეგებისა ქუჩაში გამოსვლას აპირებს და აპირებს დაიწყოს ქუჩის აქციები. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მის დაძახილზე სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი გამოდის რეალურად ქუჩაში. თუმცა ისინი როგორც ჩანს, მაინც 2020 წლის სცენარით აპირებენ გააგრძელონ თავიანთი აქტივობა და ვხედავთ, რომ აანონსებენ დაუმორჩილებლობას, პიკეტირებას და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ცოტა ხალხი გამოდის რეალურად მათ დაძახილზე. ისინი ამჯერადაც მივლენ ძალადობრივი გადატრიალების მცდელობამდე, თუ 2020 წლისგან განსხვავებით ამჯერად უფრო მალე შევლენ პარლამენტში. ჩვენ ამ სცენარზე არჩევნებამდე საუბრობდით, რომ ისინი აუცილებლად გააპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს, რომ შეესწებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ რეალურად მათ არავითარი რესურსი ამ შემთხვევაში არ ქონდათ, მათ არ აქვთ ქუჩის რესურსი, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ქუჩას და არჩევნების მოგება შეიძლება ერთ-ერთი რესურსი, ეს არის საზოგადოების ხარდაჭერა. რეალურად ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ არავითარი სახალხო მხარდაჭერა, პირიქით მათი მხარდაჭერა შემცირდა 4 წლის წინ არჩევნებთან შედარებით, აქედან გამომდინარე მათი რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, არის ნულის ტოლი. თუმცა მათ აქვთ თავი გასამართლებელი, ასე ვთქვათ, საკუთარ მხარდამჭერებთან, ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებსაც კი მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ იგებდნენ არჩევნებს, ახლა სხვას უნდა გადააბრალონ ეს ტყუილი, სინამდვილეში მათ უწევთ ამ ტყუილისთვის თავის მართლება. რესურსი არავითარი არ აქვთ, უფრო მეტიც. თქვენ გახსოვთ 2020 წელს მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მოლაპარაკებები, რომლებიც იძულების წესით, ასე ვთქვათ, წარიმართა ჩვენი მონაწილეობით და ეს იყო შემდეგ აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის დროებით გასვლას, ეს იყო ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ ხელმოწერილი შეთანხმება, პოლიტიკური შეთანხმება. ახლა მათ არც ამის რესურსი არ აქვთ, რომ ვინმე აიძულონ, ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში და მით უმეტეს გაფორმდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც კიდევ ერთხელ ქვეყანას გაიყვანს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამიტომ წელს ოპოზიციას იმის რესურსიც არ აქვს, რაც ჰქონდა თუნდაც 4 წლის წინ. ჩვენ ვართ ყველანაირად მომზადებული იმისათვის, რომ დავიცვათ თითოეული ამორჩევლის ხმა, 1,100,000 ადამიანის ხმა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი არჩევნები, იყო კონკურენტული არჩევნები. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ამ პოლიტიკურ ძალებს ჩვენ ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართის საშუალებას. სამართლიანი და კონკურენტული.
კი ბატონო, თუმცა რადიკალური ოპოზიცია უკვე მერამდენე დღეა ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ვნახეთ სხვადასხვა манипуляციური სიუჟეტებით, ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრებზე, კაპიტნებზე, სხვისი პირადობებით ხმის მიცემაზე და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს რომ აი ეს პათეტიკა და ისტერიკა გამოვაკლოთ, რაც დამახასიათებელია ზოგადად ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის, გვაჩვენა თუ არა ამ ოპოზიციამ ან მათმა მხარდამჭერმა მედია საშუალებებმა ან NGO სექტორმა რამე მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი ისეთი არგუმენტი, რაც საერთოდ იმსახურებს პასუხისგაცემას და აი რას უპასუხებდით მათ პრეტენზიებს. რეალურად საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს ამ პრეტენზიებს. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყოველთვის არის საარჩევნო პროცესში და ამისათვის თქვენ იცით, რომ გამოძიებაც დაიწყო თუ რაიმე არის შესასწავლი, ყველაფერს გამოძიებს პროკურატურა. ჩვენ ვაჩვენეთ სრული ღიაობა ასეთი პროცესების მიმართ, CESCOM მიმართა თავის მხრივ პროკურატურას, პროკურატურამ მაშინვე გაიზიარა CESCOM-ს ეს მოწოდება, დაიწყო გამოძიება. ყველა შეუძლია ჩაიხედოს ყველაფერში, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი და არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და კონკრეტულ გარემოში. რეალურად არავითარი საბაბიც კი არ აქვს მათ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ. რაც შეეხება წინა საარჩევნო პერიოდს, არაფერი მოსადავებელი არ არის და ეს პირდაპირ იკითხება რეალურად მათ შორის ამ ცნობილი NGO-ების დასკვნებიდან, ხო? ანუ მათივე NGO-ების დასკვნებიდან პირდაპირ იკითხება ის, რომ მაგალითად წინა საარჩევნო გარემო იყო აბსოლუტურად კონკურენტული, იყო ჯანსაღი და ასევე თქვენ იცით, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი იყო ეს წინა საარჩევნო პერიოდი. წინა არჩევნებთან შედარებით, რო გავიხსენოთ 2021, 2020, 2018, უკან 2016 წლები, ეს გარემო იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. რაც შეეხება არჩევნების დღეს, აქ ისინი შეეჯახდნენ პირდაპირ ელექტრონულ აპარატებს. მანამდე გახსოვთ, რომ იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, იყო ხარვეზები, რაც დაკავშირებული იყო სწორედ ადამიანურ შეცდომებთან, იყო დაუბალანსებელი ოქმები და ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ხარვეზები. ახლა არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, რეგისტრაცია ამორჩევლებმა გაიარეს ელექტრონული წესით, ხმა მისცეს ელექტრონული წესით და ხმების დათვლა მოხდა წამებში, ხილვაქსე თითის დაჭერით ელექტრონული წესით. ასეთ პირობებში რეალურად საერთოდ არაფერი არ არის მოსადავებელი და ეს გამოჩნდა მათი, ასე ვთქვათ, ტექსტებიდან, მათი სიუჟეტებიდან, საერთოდ ვერაფერს ვერ ამბობენ. ახლა რაც თქვენ ახსენეთ, კაპიტნები, კოლ-ცენტრი, ეს არის ჩვეულებრივი ამორჩევლის მობილიზაციის მექანიზმი, რასაც ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები გვასწავლიდნენ, მე ვახსენე ერთ-ორჯერ, AIRA-ის ტრენინგი ჩაუტარდათ ჩვენს წევრებს, პარტიის წევრებს, საარჩევნო მიმართულების, ასე ვთქვათ, პარტიის თანამშრომლებს, კარდაკართან დაკავშირებით და ამორჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით პირდაპირ ასწავლიდნენ, რომ 7 კარდაკარი უნდა ჩაგვეტარებინა არჩევნების დღეს. ერთხელ დარეკვა, მეორე დარეკვა, მესამე დარეკვა, თუ დარეკვით ვერ მოდიოდა, არ მოდიოდა ამორჩეველი, სახლში უნდა მიგეკითხა საჭიროების შემთხვევაში, შენთან უნდა უზრუნველყო მისი წამოყვანა საარჩევნო უბნებზე. ამორჩევლის მობილიზაცია ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი. ეს არის უფრო მეტიც პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. არჩევნების დღეს ამორჩევლის მობილიზაცია, რაც სახელმწიფოებში წერია. ამაზე აკეთებენ სიუჟეტებს, რომ თითქოს ეს არის არჩევნების არალეგიტიმურად მიჩნევის საფუძველი, რაც ნიშნავს თავისთავად იმას, რომ სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვს. ყველა ხედავს, რომ იყო უპრეცედენტო აქტივობა არჩევნებზე, თან ამას აღიარებენ და თან ამბობენ, რომ გაყალბდა ჯერ დაიწყეს 300-ით, მერე 200-ით ჩამოვიდა, მერე რო ნახეს, რომ 300,000 ხმაც არ ყოფნიდა, ანუ ჩვენ 335,000 ხმით ნაკლებიც რო აგვიღო, მაინც ვიგებდით ამ არჩევნებს, ეს რო ნახეს, მერე თქვეს 400,000, ნუ საერთოდ აერიდან მოაქვთ ასეთი ციფრები და რიცხვები. ნუ საერთოდ არ აქვს არავითარი საფუძველი. ჩვენმა კოლეგებმა არაერთი ბრიფინგიც მიუძღვნეს ამ თემას, სადაც ბოლომდე გააბათილეს აბსოლუტურად ყველა, ასე ვთქვათ, მათი განცხადება და ნებისმიერი სიუჟეტი. ნუ შესაბამისად საზოგადოება ყველაფერს ხედავთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ. რაც უნდათ ის ნახონ, გამოძიების ფარგლებში იქნება თუ რა ფორმატშიც იქნება, ყველაფერში შეუძლიათ ჩაიხედონ, გამომდინარე იქიდან, რომ დასამალი არავის არაფერი აქვს.
და გამოძიება ახსენეთ და გამოძიებაზე მართლა დღეს ბევრს ლაპარაკობენ, მათ შორის დასავლეთიდანაც მოგვიწოდეს, ჟოზეფ ბორელმაც თქვა, რომ გამოძიებულ იქნასო ის დარღვევები, რომელზეც არის ლაპარაკი და მართლაც აღიძრა ხომ, რამდენიმე დღის წინ საქმე არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით და ამ საქმის ფარგლებში პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად მუშაობს და იგი ამბობს, პირდაპირ აცხადებს, აი ამ თავისი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. და როცა დაიბარა ის პროკურატურამ, მან ასევე პირდაპირ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის არ ითანამშრომლებს ქართულ გამოძიებასთან. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ასეთ შემთხვევაში გამოძიება როგორ შეიძლება წარიმართოს, ან რა ხდება ზოგადად აი კანონმდებლობა რას ითვალისწინებს, საერთოდ რა ხდება ამ სოფლიო პრაქტიკა რას გვეუბნება იმაზე, როცა გამოძიება დაწყებულია და პრეზიდენტი, რომელიც ამხელა პოლიტიკური ტრიბუნიდან ასეთ სერიოზულ ბრალდებას აჟღერებს, ამბობს, რომ ის არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან. თავისთავად ჩვენებისარმიცემა არის უკვე ჩვენება და ეს არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მასათქმელი არაფერი აქვს გამოძიებისთვის, იყო ცარიელი, ზებირი, ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და როდესაც მიდიხარ პროკურატურაში, იქ იწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ რასაც იტყვის ვაშინგტონიდან ვიღაც ან ბრიუსელიდან ვიღაც, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო როგორც უტყვარი ჭეშმარიტება, მას მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეცა ჩვენება, თუმცა ამაზეც კი უარის თქმა მოუწია, რატომ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა შერწყებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოუწევდა პროკურატურაში მისვლა სრული სიცარიელით, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების და არგუმენტის გარეშე. ამიტომ მისთვის ეს იზულება, რომ ის ვერ თანამშრომლობს, რა თქმა უნდა პროკურატურასთან, არ უნდა შეიქმნას რეპუტაციული პრობლემა ასეთი თანამშრომლობით. გასაგებია, რადგან საერთაშორისო კონტექსტზე გადავედით და საერთაშორისო გამოხმაურებებზე, მე მინდა ისვედის ანგარიში გავიხსენო. ისვედმა 2020 წლისგან განსხვავებით წელს ვეღარ დამალა, რომ მისი პარალელური დათვლა დაემთხვა ცესკოს მონაცემებს. თუმცა არანაკლებ საინტერესოა ის ანგარიშიც, რომელიც ისვედმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა და რომელიც ასახავს უშუალოდ არჩევნების დღის მანძილზე, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას. და ამ ანგარიში სტატისტიკა არის მოყვანილი და ამ სტატისტიკის თანახმად ისვედის დამკვირვებლებმა მაგალითად ბიულეტენების ჩაყრეს მხოლოდ 2 შემთხვევა დააფიქსირა და რაზეც ასე ბევრს ლაპარაკობენ და მრავალჯერადი ხმის მიცემის 4 შემთხვევა დააფიქსირა და ძალიან ბევრს უბანს აკვირდებოდნენ. თუ ახლა ამ სურათს შევადარებთ მაგალითად მოლდოვაში რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ არჩევნებს, მანამდე რეფერენდუმს, ნათელია რომ ქართული არჩევნები გაცილებით უფრო დემოკრატიული იყო და მიუხედავად ამისა, ცალკეული პოლიტიკოსები დასავლეთიდან მოლდოვას არჩევნებს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ, ჩვენ უფრო, ვთქვათ, შენიშვნებს გვაძლევთ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ეს არის გამოწვეული იმით, რომ იქ მათთვის სასარგებლო სასურველმა ძალამ გაიმარჯვა და აქ ვერა, თუ ის რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს დაიცვას ეროვნული ინტერესები და ეროვნული ფასეულობები. მე მხოლოდ ამ ვერსიას ვხედავ, სხვა ვერსიას უბრალოდ ვერ ვხედავ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? რეალურად მთავარი არის ის, რომ არის მკაფიოდ გამოხატული უსამართლობა. იგივე მოლდოვასთან შედარება რო ავიღოთ, ხო? ეს უსამართლობა პირველად არ ხდება. ანუ სადა დედამიწა არჩევნები, რომელიც ჩადარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის კუთხით, თავისუფალი არჩევნების კუთხით, манипуляციებისგან თავისუფლების კუთხით. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ, იყვნენ კანდიდატები, საკმაოდ გავლენიანი კანდიდატები, რომლებსაც ხელოვნური საბაბით უარი უთხრეს რეგისტრაციაზე მოლდოვაში. ანუ იყო სერიოზული ხარვეზები კონკურენტულობის კუთხითაც. სხვა საკითხებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, რა შედეგები დაждდა
ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ და ასე შემდეგ. ხო, ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ყველა ქვეყანამ თვითონ და მიხედოს, რა თქმა უნდა, საკუთარ არჩევნებს, მაგრამ უსამართლობა არის აშკარად სახასიათო. ორმაგი სტანდარტი. რა თქმა უნდა, იგივე უსამართლობა იყო გამოხატული, როდესაც მოლდოვას მიენიჭა სტატუსი, კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა. მოგვიანებით მოლდოვასთან გაიხსნა მოლაპარაკებები, საქართველოსთან არა. აქაც არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი და არის სრული უსამართლობა. თქვენ რო აიღოთ მოლდოვა, ნებისმიერი პარამეტრით საქართველოს დგას არა ერთი თავით, არამედ 10 თავით ახლა მოლდოვაზე. იქნება ეს ინსტიტუტების სიძლიერე, იქნება ეს კორუფციის სიმცირე, იქნება ეს ეკონომიკის განვითარება, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი, დახურეს პრაქტიკულად ყველა მეტნაკლებად დამოუკიდებელი ტელევიზია და არსებითად დატოვეს იქაური საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და მეორე არხი, რასთან დაკავშირებითაც YouTube უდირს აქვს ნათქვამი თავის ანგარიშში, რომ მთლიანად ემსახურებოდნენ მართველი ძალის პოლიტიკურ ხაზს. ეს პირდაპირ დაფიქსირებულია YouTube უდირის მიერ. არ არის მედია პლურალიზმი, არ არის პოლიტიკური პლურალიზმი, აკრძალეს პირდაპირ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად ოპოზიციონერი დეპუტატი, რასაც თქვი თითქმის არ დატოვეს. პარლამენტში ამ პირობებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ანუ იმ პირობებში, როდესაც ეს პროცესები განვითარდა და ასე დროს, როცა გვესმის განსხვავებული შეფასებები საქართველოს და მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, ცალსახო უსამართლობა. ეს იგივეა, როდესაც DST-ს წევრ მოლდოვას მიენიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა. თქვენ ასევე იცით, რომ დღემდე არ გვეშვებიან, გვესაუბრებიან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. ბოლოს ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც გარისკეს და ასეთი ჩანაწერი ჩადეს, ხო, მანამდე მაინც ერიდებოდა ეს ყველაფერი. ბოლოს იქაც კი ჩაწერეს. მოლდოვას დღემდე არ დაუწესებია რუსეთისთვის სანქციები. თქვენ თუ მაჩვენებთ მე ერთ განცხადებას მაინც, არათუ ევროპარლამენტის რეზოლუციას, კუბილიუსების და მსგავსი ტიპის პოლიტიკოსების ერთ განცხადებას მაინც მოლდოვასთან დაკავშირებით, მოწოდებას, რომ შეუერთეს სანქციებს, დააწესოს რუსეთისთვის სანქციები, მაშინ შეიძლება სხვანაირად ვისაუბროთ, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ არის ერთ-ეგივე მოცემულობა, ხო, არც ჩვენ დავაწესეთ სანქციები, არც მოლდოვამ, იქ საერთოდ ხმას არავინ იღებს, საქართველოსთან დაკავშირებით მთელი კამპანია არის გაშლილი, თან მოლდოვა პლუს DST-ს წევრია, აძლევენ კანდიდატის სტატუსს, უხსნიან მოლაპარაკებებს, აქ ჩანს, რომ არის აშკარა უსამართლობა. რატო ხდება ეს უსამართლობა? ამაზე ყველაზე კარგი პასუხი ალბათ გასცა ჟურნალისტებს, ბატონმა ორბანმა, ბატონმა სიარტომ, უნგრეთის პრემიერმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არის აშკარა მიკერძოება. ყველა სამწუხარო ის არის თუ რა უდევს საფუძვლად ამ მიკერძოებასთან, თქვენ მინიშნებით პრინციპში თქვით, რომ ეს არის ჩვენი განსაკუთრებული დამოუკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეროვნული იდენტობის და ფასეულობების მიმართ. ვიღაცებს სამწუხაროდ ეს არ მოწონთ, არიან გავლენიანი ძალები და საბოლოო ჯამში ეს გავლენიანი ძალები იმგვარ ზეგავლენას ახდენენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არჩენს უსამართლობის ობიექტურ განცდას. გასაგებია. ისევ კვლავ ევროპულ გამოხმაურებებზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა საქართველოს არჩევნებზე საუბრისას რამდენიმე დღის წინ ერთის მხრივ აღიარა არჩევნების შედეგები, იქიდან გამომდინარე თუნდაც რომ ხელისუფლებას მოუწოდა გამოძიებისკენ, ანუ არჩეულ ხელისუფლებას და ამ შეფასებებთან ერთად გააკეთა ერთი საინტერესო განცხადება. მან თქვა, რომ ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებას, ანუ იგულისხმება არჩეული ხელისუფლება ამ არჩევნების შედეგად, ვთავაზობთ ევროპული კურსის განახლების პერსპექტივასო, ოღონდ ამისთვის უნდა საჭიროა გაუქმდეს უცხოური გავლენისა და ეგრეთ წოდებული ოჯახური ღირებულების კანონი. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ განცხადებას და როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა რამე კომპრომისის ამ საკითხთან მიმართებაში? ჩვენთვის პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი არგუმენტები. ჩვენ არგუმენტებს ვითხოვდით მაშინაც, როცა ვიღებდით ერთ კანონს და მეორე კანონს
და აქაც იგივე პოზიცია შეგვიძლია დავაფიქსიროთ. წარმოადგინონ არგუმენტები. არგუმენტების გარეშე საუბარი ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელი. დავიწყოთ გამჭირვალობის შესახებ კანონით. ერთი კონტექსტთან დაკავშირებით წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრება თუ აქვთ. კონტექსტი გახსოვთ რა იყო ამ კანონის. ორჯერ უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა სადეს დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში. და ახლა სხვათა შორის მესამე მცდელობა, ეს არის მესამე მიმდინარე მცდელობა, თქვენ ხედავთ რომ იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ცდილობენ ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას. ხო, ეს არის მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ უკვე 4 წლის განმავლობაში. თან ესენი არიან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, ან მათ ეწოდებათ არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა სინამდვილეში ისინი არიან უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები, ასე რომ განვაზოგადოთ, ხო? ანუ ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, ეს გააკეთეს ორჯერ, ვიდრე ჩვენ დავაინიცირებდით გამჭირვალობის შესახებ კანონს, თქვენ გახსოვთ ისინი რასაც აკეთებდნენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2021 წლებში, როცა მათ ჰქონდათ ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილების სურვილი, რიგარში არჩევნების ჩატარების სურვილი და რეალურად სწორედ მათ მოუმზადეს საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურად ასე ვთქვათ გამოცხადების კამპანიას, რაც ვერ შეძლეს საბედნიეროდ, მათ მოუმზადეს საფუძველი ამ მოლაპარაკებებს მიშელის შეთანხმების, ეგრეთ წოდებული მიშელის შეთანხმების, აპრილის შეთანხმების ხელმოწერას და მთავარი მიზანი ამ შეთანხმების იყო რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ცდილობა ხო დარჩა ფაქტად. და მეორე 2022 წელს, როცა ჩვენ უსამართლოდ გვეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ისინი პირდაპირ აქ უკვე საერთოდ უღეშად ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს თავრობის გადადგომა, პირდაპირ გამოვიდნენ პოლიტიკური მოთხოვნით, რაც ვერანაირად ვერ იქნება განხილული NGO-ს საქმედ და მათ მოითხოვეს საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. ეს არის კონტექსტი. თუ ვინმე დაგვისაბუთებს იმას, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით შენ ცდილობ მთავრობის შეცვლას, ღია და გამოხატულად, მაშინ კი ბატონო ავწევთ ორივე ხელს, მაგრამ ჯერ ამაზე ვიმშელოთ. არის თუ არა ეს ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით კონკრეტული ადამიანები ითხოვენ მთავრობის შეცვლას და საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირებას. ეს კონტექსტი. რაც ხო კანონის შინაარსს, კანონის შინაარსზე თუ ვინმე ითქვის იმას და ასაბუთებს იმას, რომ რაიმე არის წინააღმდეგობაში სამართლებრივ პრინციპებთან, ხო? ერთადერთი რაც ითვალისწინებს ეს კანონი არის გამჭირვალობა, ისიც მინიმალური სტანდარტით. წელიწადში ერთხელ NGO-მა უნდა წარადგინოს საკუთარი ყოველწლიური დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში. და იქაც თუ არ წარადგენენ, თუ უხეშად მოიპყრობიან კანონმდებლობას, იქაც მინიმალური სანქციებია გათვალისწინებული, ხო ჯარიმებია მხოლოდ გათვალისწინებული. არავითარი ჭარბი კონტროლის მექანიზმები, არავითარი ჩარევის შეასრულება, არავითარი შეზღუდვა, რაც შეიძლება მოქმედებდეს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. ანუ სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით ობიექტურად არავითარი არგუმენტი არ არსებობს. არსებობს ობიექტური არგუმენტი კონტექსტთან დაკავშირებით. თუ რამეს გვეტყვიან, რამე არგუმენტს გვეტყვიან, კი ბატონო ვილაპარაკოთ, მაგრამ დღემდე არც კონტექსტზე და არც სამართლებრივ ასე ვთქვათ ხარეს და თუნდაც გნებავთ პოლიტიკურ ხარესზე ამ კანონის ჩვენ არავითარი ღირებული არგუმენტი არ მოგვისმენია. მე პირადად შევთავაზე მათ შორის დიპლომატებს, ოპონენტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ, დამსხდარიყავით გვემშელა კანონთან დაკავშირებით, ყველა თქვა უარი, ან ყველას ათქმევინეს უარი. ეს იყო მაშინდელი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა. რაც შეეხება მეორე კანონს, რომელიც უკავშირდება არასოციალურთა ინტერესების დაცვას და ოჯახური ფასეულობების დაცვას, იქაც ვითარება არის ძალიან ნათელი. ეს კანონი არ ითვალისწინებს, ეს პაკეტი არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად ჩვენს ქვეყანაში და არის კიდეც დაცული და თქვენ იცით, რომ მათ შორის ამ მიმართულებით რაც შეეხება უმცირესობებს, ხო? ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არის თვისებრივად გაუმჯობესებული 2012 წლის შემდეგ. ხელისუფლების საქმე არ არის არავის პირადი ცხოვრება, ჩვენ ვერ შევიჭრებით ვერავის პირად ცხოვრებაში, არც ჩვენი საქმე არ არის გავსაჯოთ ვინმეს ცხოვრების წესი. ეს არ არის საერთოდ არ ჩვენი საქმე.
და არც ამ კანონის, ასე ვთქვათ, რეგულირების სფერო. ერთ-ერთი რაც უპირისპირდება ეს კანონი არის პროპაგანდა, რომელიც უპირისპირდება ტრადიციულ ფასეულობებს, უპირისპირდება ქრისტიანულ დოგმებს. სხვადასხვა ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სხვა გვერდითი მოვლენები უკავშირდება ამ პროპაგანდას, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ პროპაგანდის რა არის, რომ როდესაც შენ ეხები რელიგიურ დოგმებს, იქ საბოლოო ჯამში საფუძველს აცლი ნებისმიერ რელიგიას. და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ პროპაგანდის არის ქრისტიანობა, როგორც ასეთი, როგორც კი ქრისტიანულ დოგმებს, ასე ვთქვათ, მოერევი, მაშინვე რელიგიას აღარ აქვს თავისი დატვირთვა და ამას ემსახურება ასეთი პროპაგანდა. ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, ჩვენ გვინდა დავიცვათ არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ტრადიციული რელიგია და ამას ემსახურება რეალურად ის კანონი, რომელსაც ვიღებ. თუ ვინმე რაიმე საპირისპიროში დაგვარწმუნებს, კი ბატონო, მაგრამ აქ ელემენტარულ საკითხებზე არის საუბარი, მათ შორის საუბარია რაზე? ევროპაში არის ასეთი, რაც უარყოფენ სხვათა შორის ხანდახან ჩვენი ოპონენტები, რომ თითქოს ეჭქვეშ არავინ არ აყენებს იმას, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია, მამა მამა, დედა დედა, თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული ტენდენცია ევროპის ქვეყნებში არის რა, რომ როდესაც ჩვენ გინდა მარტივად შეცვალო სქესის შესახებ ჩანაწერი პირადობის დამატების სწორებულ დოკუმენტში, არ მოგეთხოვება საერთოდ არაფერი. მოითხოვ და უნდა შეგიცვალო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში უკვე ეს კანონმდებლობა არის მიღებული, არის სასამართლო პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით. ანუ იმასთან დაკავშირებით, რომ კაცი კაცი აღარ არის, ქალი ქალი აღარ არის, შენ თუ ხარ კაცი, მაგრამ მოგინდება ჩაეწერო ქალად, უნდა მოგცენ ამის ნებართვა და თუ ხარ ქალი და გინდა ჩაეწერო კაცად, ამის ნებართვაც უნდა მოგცენ. ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, სწორი ტენდენციები, რბილად რომ ვთქვათ, და ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა, რომ რაც არის, ასე ვთქვათ, ობიექტური სინამდვილე, ის იყოს ასახული საბოლოო ჯამში, ოფიციალურ დოკუმენტებში, ის იყოს უზრუნველყოფილი კანონმდებლობით, მაშინ რატო არ შეიძლება, რომ მე მომინდეს დავუშვათ რომელიმე ასე ვთქვათ, ცხოველადან ფრინულად ჩავეწერო. ხო რაღაც არსობს, არის რაღაც ობიექტური რეალობა, რაც უნდა იყოს ასახული ოფიციალურ დოკუმენტებში. და გეუბნებია, რომ არა, არსებობს კი რაღაც ობიექტური რეალობა, მაგრამ შენ როგორც აღიქვავ საკუთარ თავს, ისე უნდა იყოს მითითებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. 10 წლის წინ თუნდაც, 10 წლის წინაც კი, არ ვამბობ 30 წლის წინანდელ ვითარებაზე, აღარაფერს და იმის უკან პერიოდზე, ალბათ გიჟად ჩაგთვლიდნენ ასეთი რაღაც, რომ გეთქვა, რომ სერიოზულად შეიძლება განიხილოს ვინმე ეს ყველაფერი, თუმცა დღეს ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა და ამ რეალობას უპირისპირდება მხოლოდ და მხოლოდ ის პაკეტი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. თუ ვინმე დაგორწუნებს იმაში, რომ კაცი კაცი არ არის, ქალი ქალი არ არის, შენ როცა მოგინდება, მაშინ უნდა ჩაეწერო ქალად, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურად და ყველანაირად ხარ კაცი. თან რამდენჯერმე შეიძლება შეგეცვალოს. კი, შეიძლება გადაიფიქრო ერთ თვეში და კი. რამდენიმე კვირა ქალად გზნობდე თავს, მერე ისე. ანუ ეს სერიოზული თემაა. ეს არის უკვე ძალიან კაფიო. კიდევ ერთხელ გავიმერებ, ადამიანის ქცევის წესი არის მისი გადაწყვეტილება. ვიღაცა შეიძლება მოწონდეს, არ მოწონდეს, შეიძლება საზოგადოებას კონდეს ესა თუ ის დამოკიდებულება, მაგრამ ამაში ხელისუფლება არც ერევა და ვერ ჩაერევა. ამას არ მithumetes ვერავითარი შეზღუდვა ვერ დაწესდება და ვერავინ ვერ გაკიცხავს ადამიანს ამის გამო და მithumetes ვერ დაშის, მაგრამ რაც ხდება პროპაგანდას, იმდანაც საშიში სახე მიიღო ამ პროპაგანდამ, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ ამისათვის დაგვიპირისპირებინა კანონმდებლობა. ელემენტარულ, რაღაც მინიმალურ, რაციონალურ ნორმებზეა საუბარი. კი ბატონო, რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის როგორც დამნაშავე პარტიის განდევნას პოლიტიკური სპექტრიდან იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს ზოგადად პოლიტიკური სპექტრი და უფრო კარგი არჩევანი ქონდეს ქართულ საზოგადოებას არჩევნებზე. ამ ხრივ ცოტა მიაქცია ყურადღება, მაგრამ აშკარად გამოიკვეთა ერთ საინტერესო ფაქტი, რომ უშუალოდ 5-მა ნომერმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ესე ვთქვათ, დაკარგა ამ არჩევნების შედეგად ნომერ პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსი. როგორ ფიქრობთ,
უნდა ველოდოთ თუ არა ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება და მომდევნო არჩევნებზე მაგალითად შეიძლება არც მე პირადად არ გამოურიცხავ მაგალითად რომ საერთოდ ბარიერის გადალახვაც გაუჭირდეს უშუალოდ 5 ნომერს. კი, ერთი რამე უნდა ითქვას ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამას ვამბობთ არჩევნებამდეც ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავთ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას შორის. მე ვფიქრობ, რომ რეალურად იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ 4 პარტიას გარედან, გულისხმობ, იყო სწორედ ის, რომ მოხდარიყო ეგრეთ წოდებული რებრენდინგი, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეული იყო სხვა ნომრიანი პარტია და სხვა დასახელების მქონე პარტია და საბოლოო ჯამში ეს მიზანი მიღწეული იქნა. ანუ დღეს ნომერ მეორე პარტია საქართველოში ეწოდება არა ნაცმოძრაობას, არამედ პარტია ახალს, რომელიც გამოდიოდა არა 5 ნომრით, არამედ მომიჯნავე 4 ნომრით. თუმცა შინაარსით ეს არის ზუსტად იგივე პოლიტიკური პარტია. ისევე როგორც ლელოდა, ისევე როგორც კახარიას პარტია, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა. და ამას აქვს ერთი ყველაზე მარტივი ახსნა, რომ ისინი ერთი ცენტრიდან იმართებიან. არათარი განსხვავება არ არის სინამდვილეში ამ პოლიტიკურ ძალებს შორის, ისინი ზუსტად ერთნაირად უპირისპირდებიან ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს დავალება ჩვენი ქვეყნის ბედისთვის, ისინი ნებისმიერ ნაბიჯზე არიან წამსვლელი. და საბოლოო ჯამში, როგორც კი ეტყვიან, რომ უნდა გაერთიანდნენ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მარტივად გაერთიანდებიან. თქვენ გახსოვთ, არანაირად არ აწყობდა მაგალითად კახარიას ნაცმოძრაობასთან გაერთიანება და არც პირიქით თავის დროზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მაგრამ როგორც კი უთხრეს, მაშინვე შექმნეს კოალიცია რამდენიმე მუნიციპალიტეტში. აქაც თქვენ ნახეთ წინა საარჩევნო პერიოდში რეალურად მაინც არ აწყობდათ ერთი ქარტიის ქვეშ გამოსვლა, ანუ პრაქტიკულად წინასწარ დაანონსეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ნაცმოძრაობა, ახალი ლელო და კახარია ერთად ქმნიდნენ სამთავრობო კოალიციას და ერთად ქმნიდნენ მთავრობას. ეს არ აწყობდათ რეალურად, რა თქმა უნდა, ამით საბოლოო ჯამში მათ მიიღეს რეპუტაციული ზიანი მთლიანობაში და ამის გამო დააკლდა წინა არჩევნებთან შედარებით ჯამში 60,000 ხმა, მაგრამ დაავალეს, ასე იყო საჭირო და გააკეთებინეს. ან თვითონ უფლებაც კი არ აქვთ, რომ იკითხონ რამდენად ღირს ამა თუ იმ დავალების შესრულება. ამიტომ ჩემთვის განსხვავება არ არის ამ 4 პოლიტიკურ ძალას შორის. შესაბამისად, ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება არა კოლექტიური ნაცმოძრაობა, არამედ ჯანსაღი ოპოზიცია, ჩვენ ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გულისხმობთ 4-ვე პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, ამოცანა რჩება ამოცანად, ხოლო იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, სრულფასოვანი ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პოლიტიკური პარტია ოპოზიციის სასწრაფო რანგში ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. ეს ამოცანა რჩება ძალაში და შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დასუსტდნენ ეს პოლიტიკური პარტიები, აბსოლუტურად არაჯანსაღი და გარედან მართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ქმნიან მუდმივ რისკს, არიან მუდმივი რისკ ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ამ ამოცანის გადაჭრის გარეშე ჩვენ ასე ვთქვათ, სიმყარის თვალსაზრისით შეიძლება გამოწვევები დაგვრჩეს. ამიტომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები მაქსიმალურად დავასუსტოთ. გასაგებია, გარედან მართულობაზე თქვით და სწორედ საქართველოს გარეთ მინდა ახლა გადავინაცვლოთ და ვილაპარაკოთ იმ ქვეყნებზე, რომლებიც ახდენენ გავლენას მთელ მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზე. დღეს 5 ნოემბერია და ამერიკაში უკვე დაიწყო არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული არჩევნებია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დღეს ამერიკელები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც მომდევნო 4 წლის მანძილზე ძალიან დიდ გავლენას იქონიებს მთელ მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზეც. თქვენი პროგნოზი როგორია ამ არჩევნებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, რას ელოდებით არჩევნების შემდეგ, რა იქნება, როგორ შეიცვლება, რა შეიცვლება მსოფლიოში და რა შეიცვლება, ან შეიცვლება თუ არა რამე უშუალოდ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში. ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა ქვეყნის
შიდა პოლიტიკაში ჩარევა განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც აქტიურად ერევიან ხოლმე ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არ შეიძლება იყოს ჩვენი ხელწერა, ბუნებრივია. ამერიკული ხალხი თავად გააკეთებს საკუთარ არჩევანს. რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებები, მნიშვნელოვანი განსხვავებებიც იქნება ორი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში და ჩვენ პირდაპირ უკავშირებთ მათ შორის ამ საპრეზიდენტო არჩევნებს იმას, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა კუთხით ერთი რომ იღუპებიან ადამიანები და რა თქმა უნდა რაც მალე დასრულდება ომი მით უკეთესი და მეორე რა თქმა უნდა ჩვენზე ზეწოლაც შემცირდება როგორც კი ეს ომი დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად უკეთესი ვითარება გვქონდა ურთიერთობების კუთხით ომის დაწყებამდე ყველაფერი არია ომის დაწყებამ გაჩნდა განსხვავებული ინტერესები, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე ვფიქრობთ რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან. რაც შეეხება ტრამპის და ჰარისის გამარჯვებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე. ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ალბათ დამატებით რამდენიმე თვეს კიდევ გასტანს უკრაინაში ომი. თუმცა ვფიქრობთ, რომ ასეც და ისეც ორივე შემთხვევაში მომავალ წელს ან წლის დასაწყისში ან დავუშვათ შუა პერიოდში ომი აუცილებლად დასრულდება და ყველა შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ რა თქმა უნდა არ მოგწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასევე ბუნებრივია ევროკავშირთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა თავარია, რომ ჩვენ შემხედრი ნაბიჯები ვიხილოთ. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვისებრივად, არსებითად გადაიტვირთება ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, ანუ გავლენა იქნება, ასე ვთქვათ, გადატვირთვის დაწყების ვადაზე და თარიღზე უფრო მეტად. არჩევნების ასე ვთქვათ შედეგებს ამ კუთხით ექნება გავლენა, მაგრამ რაც შეეხება გადატვირთვას, მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან ურთიერთობის გადატვირთვა ასეც და ისეც აუცილებლად დაიწყება. კი ბატონო, და გადმოვინაცვლოთ ახლა კვლავ საქართველოში ცხოვრება გრძელდება და ბუნებრივია ამომრჩეველი, ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით ქართული ოცნების ამომრჩეველი ელოდება იმ პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას, რაც პირადად თქვენ დაანონსეთ და წარუდგენეთ საზოგადოებას არჩევნების წინ, ძალიან ამბიციური წინასაარჩევნო პროგრამა იყო ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილში განსაკუთრებით და მაგალითად 2028 წლის მაჩვენებლებზე როცა გქონდათ საუბარი, იქ იყო კონკრეტული მონაცემები, რომ 2028 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტი გაიზრდება 40 მილიარდ ლარამდე, რომ 200,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი დაგვემატება, რომ დაიგება გზები, აშენდება ახალი აეროპორტი, ასე შემდეგ, ძალიან მასშტაბური პროგრამა იყო და ბუნებრივია საზოგადოება ელოდება ამ პროგრამის განხორციელებას. თუ შეიძლება რომ ჩვენ საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მთლიანად საქართველოს, არა მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩეველს, რას უნდა ველოდოთ თუნდაც უახლესი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ამბიციური პროგრამის რა ნაწილი შევაძალაში, რა პროექტები დასრულდება, რა პროექტები დაიწყება. კი, ჩვენი პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული. ყველა არის შესრულებადი. მათ შორის ეკონომიკის ნაწილში ჩვენ გვაქვს ძალიან კაფეო მიზნები დასახული. ეს არის, რაც თქვენ მათ შორის ახსენეთ 130 მილიარდ ლარამდე ეკონომიკის ზრდა, 90-დან გაიზრდება 130 მილიარდ ლარამდე, ბიუჯეტი 28 მილიარდიდან გადასცდება 40 მილიარდ ლარს, 200,000 ახალი სამუშაო ადგილი, ესეც არის აბსოლუტურად რეალური დაპირება. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ბოლო 2 ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმნით 170,000 ახალი სამუშაო ადგილი. ან ჩვენს დაპირებებს ზურგს უმაგრებს უკვე გაკეთებული საქმეები. იგივე ეკონომიკას რაც შეეხება, ამ 4 წლის განმავლობაში 2021, 2022, 2024 წლების მონაცემები რო ავიღოთ, ჩვენ 40 მილიარდით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა. შესაბამისად დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ეკონომიკა, არის ძალიან, ასე ვთქვათ, მყარ ნიადაგზე
დაფუძნებული. იგივე ეხება სიგარების შემცირებას, ჩვენ იცით რომ მოახერხეთ სიგარების შემცირება 2012 წლის შემდეგ 30%-დან 11.8%-მდე, ანუ საქართველოში 1,120,000 ადამიანი ცხოვრობდა სიგარების ხვარს მიღმა 2012 წელს. ეს მაჩვენებელი არის უკვე შემცირებული 680,000-ით, 440,000-მდე არის ჩამოსული და ჩვენ ვაცხადებთ ძალიან მკაფიოდ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში სულ მცირე 300,000 ადამიანი დამატებით აძლევს სიგარებას და სიგარების მაჩვენებელი ჩამოწდება 150,000. ეს არის ის პროგნოზი და ის მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული და დასახული. სხვადასხვა მიმართულებით, ანუ რაც შეეხება ეკონომიკას, თვისებრივად სხვა დონეზე გადავიყვანთ ჩვენს ქვეყანას 4 წლის თავზე. ასევე სოციალური მიმართულებით, რა თქმა უნდა, იგივე მომავალ წელს უკვე იზრდება პენსიები მნიშვნელოვნად 350 ლარი იქნება მინიმალური პენსია, შესაბამისად გაიზრდება პენსიები 70 წლის და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, აღამთიან რეგიონებში ცხოვრები პენსიონერებისთვის, ჯანდაცვის სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, განათლების მიმართულებით გვაქვს ამბიციური პროექტი, რაც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს საუნივერსიტეტო განათლებას ჩვენს ქვეყანაში. ახალი სტადიონი და შემდეგ არის კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური პროექტები, რაც არის გათვალისწინებული ამ პროგრამით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს არჩევნების მეორე დღესვე განვაახლეთ აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ეს დაპირება შესრულდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ყველა დაპირება არის შესრულებადი, რეალისტურია ეს პროგრამა ამბიციურთან ერთად, რომელიც ჩვენ წარვადგენთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და რა თქმა უნდა ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც მთელი სამთავრობო გუნდი არის მზად. ძალიან წარმატებული იყო სამთავრობო გუნდი, თითოეული სამინისტრო ყველა მიმართულებით, აი მარტო ინფრასტრუქტურა რო ავიღოთ, ეკონომიკაზე უკვე ვისაუბრე, რამხელა წინსვლა ჰქონდა, ინფრასტრუქტურა რო ავიღოთ მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დაიგო. და იყო ერთი გვირაბი, ერთი ხიდი, ჯამური სიგრძე გვირაბების იყო თორსების 3.5 კილომეტრი და ხიდების დაახლოებით 2.5 კილომეტრი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში 299 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა არის დაგებული, თითქმის 300 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა. ასევე რაც შეეხება გვირაბებს, თქვენ წარმოიდგინეთ 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბია მარტო აშენებული. საოცარი ციფრებია, მე თვითონ მიხარდა რომ გითხულობდი იმ პროგრამას, რაზეც ჩვენ ყველა ერთად მუშაობდით, ხიდები არის აშენებული ჯამში 20 კილომეტრზე მეტი სიგრძის, კიდევ ერთხელ გავიმერებ, მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი დააგეს წინა ხელისუფლების რასაც გადაგვაყოლეს და თან ეს ყველაზე მარტივი მონაკვეთი ამ ავტომაგისტრალის. ანუ გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა ციხეებში, ადამიანების წამება 2.5-ჯერ მეტი ადამიანი ყავდა დაბატიმრებული, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უკანონოდ ყოველგვარი რეალური ბრალის საბრალდების გარეშე, ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ეს მთელი უბედურება ხდებოდა 20% დაკარგეს ჩვენი ტერიტორიების და ერთ-ერთი რასაც გვამადლიდნენ იყო გზების მშენებლობა და აქაც აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5-ჯერ უფრო ეფექტურია და ეფექტიანია ჩვენი მუშაობა, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების პირობებში. როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალები ჯერ კიდევ იღებენ ჯამში ხმების დაახლოებით 30-35%-ს, ეს რა თქმა უნდა ტრაგიკულია, ეს სასახად შეიძლება ითქვას, თუმცა ჩვენ მთავარი ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ 4 წლის თავზე მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, არა 60,000-ით, როგორც ეს მოხდა წინა არჩევნებთან შედარებით, არამედ კიდევ უფრო მეტად. და ჩვენ მთავარია, რომ საკუთარი დღის წესრიგით ვიმუშაოთ და ეს დღის წესრიგი არის სწორედ ქვეყნის განვითარება. ჩვენი ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რომ რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ ქართული პოლიტიკა და ეს პოლიტიკური სივრცე ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი. ჩვენი ამოცანა ვისაუბროთ, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ ის საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც ჩვენ წარვადგენთ ქართული საზოგადოების წინაშე და 4 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძირითადად ვიქნებით გადართული სწორედ ამ საქმეების კეთებაზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გისურვებთ გულწრფელად წარმატებებს ამ პროგრამის შესრულებაში. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა.